ხმას მოკლედ ანიკო დეიდასთან მიყავი და მოვიტანე ახლა 42 ლარი და 10 თეთრის რაღაცები და გაჩვენეთ. სამი პური მოვიტანე, დაჭრილი მეტი არ მქონდა. ერთი აქეთ ჩავყენე. ამაგერ სამი პური. ის გიგას უყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ იმიტომ რომ ეს აქვს, აი ეს პეჩენია მაგიტომ არ ეყიდე ჩემთვის. ეს მიყვარს და მე რაც მიყვარს, მეწილე გამომიჩნდა ქალბატონი და ორი ვიყიდე. მუხას მარწყვის უყვარს, გოდესაც მარწყვის უყვარს და ეს თეთრი ყავისთვის ვიყიდე. ამ თქვენავ მე გოგოს ველოდები თუ მოვიდა აი მაგისთვის ყავას რო გავუყეთოთ სიუყავას. მუხა მინდი რა ფეხოს კომპოტის გახრე იმას ქენი საყინულში კარგი? სარეცხე არ მქონდა და ეს მოვიტანე რაღაც სამნარად. აი ესეთი აწონილი. სუნი არა აქ რო რეცხავთ ანსაცმელს. მარა არა უშავს მე სულელას ვიყიდე ხახა 5-6 დღეში ხელფასობა იქნება. ეს ვიყიდე კიდე. ესეთი ყავისთვის კარტოფილი ვიყიდე. 2 ლარი ეს კარტოფილი. კიტრი ვიყიდე. და ლობიო ვიყიდე. ლობიო უყვართ ჩვენთან. და ეს ვიყიდე სპაგეტისთვის, ეხლა კარგათანი არ გამიკეთებია და ვფიქრობ გავაკეთო ადაც უყვართ. და ხახვი ვიყიდე. დავინთავდა ხახვი და ევი ვიყიდე. აი ესეთი ორი ვიყიდე, იმიტომ რომ ბავშვებს არც ეს უყვართ. ეს მე რა შენ და ეს მეგათ. Tirolina Khaburzak. Davali orora dan samsamat midis da iasmietsi gegasmietsi da shen. Khaburzak is Tiroli. Ho. ეს იყო და ეს ჩემო ციხასება. ცივიყავა მუხანი დაამთავრა. მომიწევს ისევ. აფქიფო ეს რა, იწოწოთობით რომ მოდის წყალი. იქეთ არც ეგრეა? მოდის მე მგონი. ხო, გადი. ოფა, ის არის მართლაც. ეს არის მართლაც. Აბა მაროჟნი ბავშვებო. მაროჟნი. დედა ის მაგინდა. ეს აგინდა? ეს. ალა ესენიალისე. ქუჩი. ეს არის ჩემი. მანამდე ნახეთ. ნახეთ. კოდე. ადა. მაწყვის თამენი გინდა შენ? ხო. თუ ეს ხილიანი. მაწყვის თუ თხილია. რომელი გინდა? ეს კოდეს. Აბა მაროჟნი ბავშვებო. მამა, გამისხენი. კაი. ადა. მუხანი აიღებს იმას. მომეცი. ხილიანს. აი რა ია მამა. ეს ადას მისცემდი, მაგრამ ადა. წავიდე. მაშინ ეს ახლა დაწესდა. გეგა. ნაყინი. აულა მაგარი. ნაყინი ოღონდ ნელა არ ჩაყლაპო. დედა. მოკლედ. ჯერ არ მიჭამია. აბა რო დავლიე მაგის მედი. აბა დავიდი, ხომაინი. არა, შენ რაც გადამისხი, მანამდე ხო დავლიე. ეს ერთი მუხას და ერთი მე შემხვდა. მინდა. სამხული გადის და ნაყინს ავჭამდი და დავანებებს თავი რა. ძალიან კარგად.
სენდვიჩი მინდა იხია. სენდვიჩი მინდა მივაკლა ახლა. სენდვიჩი მე გეგას მოდა გეგას უყვარს. რომელი შვილი მივაკლა. ეს იყო. მოკლედ. მეგობარი მყავდა ეხა ყავის ჭიქებიც არ ამღია და ეგეთებს ის ტკბილებიც კომენტარი ვნახე და გავაცილეთ თუ არა ეგრევე გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ვიდეო ერთ კომენტართან დაკავშირებით. ნათია ესე წერია რომელმაც დამიკომენტარა ეგეთი რამ მოკლედ თვალები გაქვსო ძალიან ლამაზი მაგრამ აი ეს წარბებიო რომ გამოგიჩნდებაო წარბები გაქვსო ძალიან უშნო ძალიან ლამაზი წარბები მაქვს ულამაზესი უბრალოდ არის ცოტა წვრილი მაგრამ მაქვს გეგმაში და როდესაც მომრჩევა თანხა ან მექნება მე მივხედავ ამასაც ძალიან დიდი ბოდიშით ეხა ფულები არ მიცვივა და არ ვარ როგორც ბევრ ადამიანს განიხილავენ აწყობილს ძალიან დიდი ბოდიშით არც ეს მაგ გაკეთებული არც ეს ტუჩებზეც მეუბნებით ხალხონო კონტურიო ცოტა ზემოდან და გადიდება რაში ჭირდება ჩემ ტუტებს ისედაც მსხვილი ტუჩები მაქვს რაში მჭირდება ამითხარით ვერ ვიდან როდესაც აი ასე ვაიმე საშინლად რო აქვთ მე არ მიყვარს ეგეთი რაღაცები და ვისაც გიყვარს თქვენ გაიკეთეთ არ მიყვარს და რა გავაკეთო მერე კიდე ეს წარბებიო ისე გაჩენსო რომ სიბოროტით სავსე ვიყო მე ღმერთმა ქნას ყველა ჩემნაირი სიბოროტით სავსე იყოს ამ ქვეყანაზე შველებოდა და მსოფლიოსაც კი სად ჩანს ხალხო ვერაფერი ვერ გავიგე ინდონის სიბოროტე მახსოვს და ისედაც მიკეთებენ ჩემი ქმარიც არის მოწმე ჩემგან პასუხი არავის არ მიუღია არავის თუ ეგრე ვარ თუ ეგეთი ვარ ძალიან დიდი ბოდიში არ მიწყინო მაგრამ ადამიანები ზოგჯერ თავიანთ თავებს ხედავენ სხვებში ასე რომ არ ვიცი იქნებ თქვენს თავებში ჩაიხედოთ თქვენს ზოგჯერ მართლა არ უნდა ავხსნა არაფერი ზოგჯერ პასუხით ღირს ადამიანები არ უნდა ჩავაგდო ვინც მსგავს კომენტარებს იწერებიან ღმერთმა ქნას ყველას ღმერთმა გასცეს პასუხი მე რა გითხრათ მე არ მეთქმის არაფერი ვერც ვერაფერს ვერ გეტყვით ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ მე ასეთი ვარ მე ისეთი ადამიანებს ვიცი ადამიანების ამოცნობა გიჭირთ ბევრს ვხედავ ბევრს ვგებულობ ბევრისგან ბევრ ამას ვიგებ ასე რომ არ ვიცი რა გითხრა საერთოდ აი ესეთი ვკითხულობდი ღმერთო რა წერია თქო ძალიან მომწონს ჩემი წარბები აი ძალიან არა აქვს ბევრს კი არა და საერთოდ არავის არ აქვს მარტო მე მაქვს მე მგონი ესეთი წარბები ასე რომ უბრალოდ გავისქელებ თავის დროზე ფული რომ მექნება არ მიცვივა ფულები ასე რომ ანცალია ჩემი თავისთვის სამი შვილიც მყავს წარმოიდგინეთ ჯერ იმათვის და რამე რომ მორჩებათ მე მივხედავ ჩემ თავს თქო გაჩაუწ მოკლედ ეს აგრესიული ადამიანები იმდენი ვიცი იმდენს ვხედავ რამდენი არის ჩემს მიმართ და აი ესე რომ ვატარებ აგრესიული ადამიანებისგან ყოველთვის ჩანს იმიტომ რომ ვერ მალავენ ადამიანები და მე არ წარმოვაჩენ თავს კეთილად კარგად არ წარმოვაჩენ იმიტომ რომ ჩემს ვიდეოებში ჩემი სიბრაზეც ჩანს თუ ბრაზდები ხოლმე ძალიან კარგად ჩანს ვამბობ კიდევაც ამ ყველაფერს ხალხმა არ გიმალავთ ასე რომ ჯერ არ წამიშლია მაგრამ წავშლი იმიტომ რომ მსგავს კომენტარებს ჩემთან არ დავტოვებ იმიტომ რომ არ არის სწორი
და ამიტომაც ადამიანებს სიამოვნებას არ მივანიჭებ ისაც ამის რო დაგიწერენ, რასაც არ იმსახურებ. აი ეს იმიტომ რომ არც არავისი კომენტარის გამო, არც არავის საქციელების გამო არ გავბოროტდები. ადა, მოდი დედიკო, მოდი. აქ დავუკარიდე ის. მოდიდე. მოდიდე. ხო, კბილებზე ბრეკეტები გჭირდება. მოკლედ, ჩემი თავის აწყობას და მე რაც ვარ, მომწონს ჩემი თავი. ჩემი ტუჩებიც მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ტუჩები ვარ და ხო, კონტურიო ასე გადადიო. არ უნდა გადავიდეთ, ხალხო, ტუჩები, იმიტომ გვაქვს რომ აი აქ უნდა წავისვათ ის, რასაც ვისმენთ და არა ასე შემოვაროთ ბოლომდე. როგორ ჩანს განახათ, ჩემი თვალით მე არ მომწონს და თქვენ როგორც გინდა ისე გაიკეთებიათ. მე რაც არ მომწონს, იმას ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ. არავის და არაფრის გულისთვის. არც ისე ვაკეთებ, რომ ვინმეს თავი რამე მხრივ მოგაწონოს. არაფერს არ ვაკეთებ. უბრალოდ გაჩვენებთ ხოლმე, რაც არის ჩემ ცხოვრებაში, რაც ხდება იმას. არ მოგწონვართ და მაშინ უკეთესები არიან, ბევრად. აქ ბევრს ხედავ მე კარგებს და შეგიძლიათ მათთან გადახვიდეთ, რომელთაც არ ვიცი, ნახეთ რა არის, მე ბევრს ვუტარებ ადამიანებს, აი ძალიან ბევრს და სხვათა შორის ძალიან ნორმალურად გპასუხობთ ხოლმე, განსხვავებულად. მოკლედ, სხვანაირი პასუხების მომისმენია ბევრი ადამიანებისგან და არ ვაკეთებ ისე. პროსტა რატომ გაქვთ ეგრე? აი ჩემი ასეთის მიუღებლობა ვერ გავიგე, თუმცა ოკეი, თქვენ ნება, მესმის. ვიცოდი ეს ისედაც ვიცოდი. იმიტომ რომ ბევრჯერ უთქვიათ ჩემთვის, რომ შენი ასეთი სიკარგე ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელიაო. იმდენი სიკეთე, ჩემს სამივე შვილს და ჩემს ოჯახს და მე რამდენი ეს სიტყვები ჩემთვის უთქვიათ და ამის ბევრი მოწმეს ხავს. იმიტომ რომ მე ადამიანს აგრესიაზე აგრესიით არ პასუხობდი. არც არასოდეს არ მიპასუხე. ასე რომ უბრალოდ გიჩვენეთ ყველას, რომ თვალები გაახილოთ. კარგად მოისმინოთ ხოლმე თუ რასაც საუბრობ, ან როგორ საუბრობ. არავისზე თავის მოჩვენება არაფერში არ მჭირდება, რაც ავარ ეგ ავარ. ვისაც მოვეწონები ეგ არის, არ მოვეწონები და ეგეც მისაღებია, იმიტომ რომ მე ვინც მომწონს შეიძლება შენ არც მოგეწონოს. მესმის. ყველა მეც არ მომეწონება რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვარ ისე რომ აი ეს არ მომწონს შენში და ეს გამოასწორე და ასეკენ ისეკენ. არ არის ეს ჩემი საქმე, მე ვინც არ მომწონს, არ მომწონს, მორჩა იქ. მასთან მე არც მაქვს კომუნიკაცია და მე ისეთი. ძალიან მომწონს ჩემი წარბები, ძალიან მომწონს. აი ძალიან მომწონს ჩემი თაღი. აი რას უწუნებთ მითხარი ჩემს წარბებს გინდა თუ რას? კი წვრილია მესმის. მაგრამ მე ესეთი მქონდა დაბადებიდან ხელი წარბები მქონდა და ქერა. ასე რომ რაც დარჩა ეგ არის. არც კი პინცეტს არც კი ვიყენებ. რამდენი წელი არ მაქვს? 2006 წლიდან არც მაქვს. საერთოდ არაფერზე ხელი არ მოვგიდე, არც ცხვირზე, არც ტუჩებზე, არც რამე, არაფერი ხალხო, რაც ამერ ეკავს. მე რომ მიციოდეს ფულები, ერთადერთი რას გავიკეთებდი, ეგ არის, რაც მუცელი არ მოწონს, ეგ დანარჩენი ჩემს თავს, კი, კვილი რომ ჩასასმელი ვაკეთებდი, იმას გავიკეთებდი, დანარჩენი ჩემს თავს, არც ტუჩს არც გავიდიდებდი, არც ცხვირი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრს უთქვია რომ ძალიან უცხო ხარო, ასეო და ძალიან მოწონს ჩემი თავი ასე რომ ყველად ნუ ვცდილობ დახა დედე ნუ ვცდილობ ყველად რომ დამაჯეროთ რომ მე რამე უშნო, მაგრამ არაფერი არ მაქვს უშნო. ძალიან კარგი კოკო ვარ, კეთილი ვარ, ნამდვილად ასეთი ვარ. ბოლო კაპიკი რომ მქონდეს, ხუსთვის ვიღებ, მე ასეთი ვარ და ეს მომწონს ჩემში. რა არის? გოდე, ფერადი ხაღალდები მიეცი, დედიკო თუ გიყვარს, გთხოვ. მიდი გოდე მოგცემს. იქდებს, ყველა ერთად ერთ პარკში რო არის, დე, თავის ჩასადებში. 1-3 მიეცი, დე. ხო და ეს გაღიზიანებთ, ხედა. არ გინდათ. დაიჯეროთ, რომ ესეთები არსებობენ.
ჯერა იშვიათობა რო ვარ. ჯერა, მართლა ასეთი ვარ. ღმერთია მოწ. ნახე, ამას უნდა გააჭირო და დაიცა. ეს რატო არ ჩერდება, დედი? ალა, ჩაჩილე მაგ. გააფუჭედე? გაფუჭებულია დედი გააჩერდა. აუ, ერიკა. მოკლედ ეს გიპასუხე. ხო, კიდე დაიცა. ხერადი ფუჭი. მუხასთან კიდე დაკავშირებულზე მინდა უპასუხო. აგერდე, მოდი. სუდად არ დაუწერია იმ ადამიანს თათია ქვია, ვინც დამიწერა. სუდად არ დაუწერია. ადედიკო ყვითელიც მიეც. ყვითელი. ეს შენ მოგეცი მაგი ბიჭო. ჰა? ჭირდებოდა. არ გინდა? არა. აი, მაშინ აშინა. ხო, მუხასთან დაკავშირებით ეგ იყო. ხო, გაშვებაზე. ძირფასება მე გუშინ უბრალოდ ჩავწერე ვიდეო, რომ მუხას ველაპარაკებოდი, ჯგალში რო იყო, ანუ საჭმელი ჭამა დაამთავრა თუ არა, ეგრევე დროს დამირეკავს მე იქეთ მუხაზე და საუბრობდით ეგრე, რაღაცა ვაჩვენე, რომ მუხა ასე ათქო და რამე გავაკეთო თქო და რაღაცა რომ მithხოვრეს გააკეთო, მოხდა რაღაც ცუდი. ხო და ისე მოხდა, რომ მუხა უცებ წამოხდა და მოვიდა ჩვენთან. სადღაც 50 წუთში მანამდე რაღაც პრობლემა მე და გოდე ვაგვარებდით, რომ რამე არ გაგვეფუჭებინა ისე. მე არასოდეს არ მithქვე მუხაზე, სადმე წასვლაზე, ვაიმე არ წახვიდე და ასე შემდეგ. თუმცა მაქვს ეგეთი ის და აი ეს ვთქვი, გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ აი ბავშვები ხო იცით, მეთქი რომ დედა სხვაგან მიდის და როტერიან. მე ეგეთი ვიყავი მტირალა. ანუ დედა ჩემი თუ სადმე მიდიოდა, სულ ჩხაოდი და ანუ ვერ ვიტანდი ხოლმე რომ სადმე მიდიოდა და მარტო ვრჩებოდით. ეგეთი ვარ ხოლმე თქო, მუხა რომ მიდის, ესე განვიცდი ოღონდ მუხას დასანახად არ ვარ ეგრე. ხო და აი ეს ვთქვი, თორე მუხას რო ვუთხრა, მე ხა სადმე არ წახვიდე თქო, მუხას თავისი აზროვნება გააჩნია და ეხლა მე რო ვუთხრა, არ წავაკი არა, სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე გააკეთებს. მოკლედ, არ არის ის, რომ ჩემს ნათქვამზე და ან ჩემ ჭკუაზე იაროს. მერე მეორე, მუხა აქეთ მეხვეწება ხოლმე, ნახეთ, აზია, ჩვენი მშობლები უკვე ასაკში არიან, მოდი ხშირად ვიარო, თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება თუ არა ეგრევე წავიდეთ, მაგრამ მე არ დავდივარ, იმიტომ არ დავდივარ ხოლმე, რომ თუ რამე არ მაქვს მისატანი, არ დავდივარ. მუხა მაინც ბიჭია და ჩვეულებრივად მივა ჩემებთანაც და თავის სახლშიც, მაგრამ მე რძალი ვარ. არ მიყვარს ხოლმე, რომ ესე ხელცარიელი სადმე მივიდე. გინდ ჩემს სახლშიც და გინდ ჩემს დედამთილ მამამთილთან. გუშინ რა თქმა უნდა გადავწყვეტეთ რომ ვითომ წავიდოდი, მაგრამ მე იმიტომ რომ ივნისის თვეში ბევრჯერ მithქვია და არ მინდა რომ მე აი რა ტვინი წაიღეო, იმით რომ აი ხარჯები გვაქვს და რაღაცა. ამიტომ არ ვიცახი ხალხო. ივნისის თვე და ივლისის თვე გითხარით გადატვირთული მაქვს ძალიან და ბევრი ზედმეტად ბევრი ხარჯია თქო და ამიტომაც გუშინ არ წავედი სპეციალურად, იმიტომ რომ ესე ვერ წავიდოდი. ანიკო დედასგან ყოველდღე რაღაცა რომ მოგვაქვს, გროვდება, თან წინა თვეში ცოტა იქ დავტოვეთ, ჩავტოვეთ და ყველაფერს ხო ვერ გეტყვით ხალხო. მე გამომივად სუდად. როგორც სხვებს უწერენ ჩემზეც ბევრზე დაუწერია, თუმცა არ მინდა კიდე განმეორდეს და მაგიტომაც არ ვამბობ ხოლმე ესე ყველაფერს დეტალებში არ გეუბნებით. არც ილაპარაკო, ისიად რომ მოგაქვსო ესო ისო და მოკლედ არ ვსაუბრობ, ხო არ გესაუბრებით. ხო და ამიტომ იყო რომ თან გოდეს კონცერტების გამო ვითომ სანამ გავიგებდი რომ 4 რიცხვში ან 27-28-ში იყო და არც ერთი დღე ჩვენ არ გვაწყობს, მაგიტომ იყო რომ არ წავედი უფრო მეტადაც კიდე, თორე მე კიდე დავიმატებდი ანიკო დედასთან, როგორმე 1-50 ლარისას რამეს ავიღებდი და წავიდოდი. მაგრამ მოხაწასული იყო ეს რომ გავიგეთ. აი ეს ვთქვი რომ უბრალოდ მაგიტომ მოვიდა თქო, რომ პრობლემა შეგვექმნა. თვითონ ყველა ხედავდა იქაც ვიდეო თვალში მარტო მუხლადანისთან კი არ საუბრობდით, ხედავდნენ რაც მოხდა. ხო და უბრალოდ არ ვამბობ იმას, იმიტომ რომ არ მინდა სხვა ვინმე რაღაცნაირად გაიგოს და ამიტომაც არ ვამბობ თუ რა მოხდა.
ეგ იყო და ეგ. თუმცა ეხაც მაკაცებიო და სანადირო წასვა და ასე შემდეგ მუხარი სულ სხვა ადამიანი. ჩემი ძმარი სულ სხვა. ჩემი ძმარის მაგაცებით სავსე, ყველაც მაგაცია, მაგრამ როცა გიჭირს არც ერთი არ ყავს. ასეთიც მაგაცები რო ყავდეს, იმას ჯობია რომ არც ყავდეს. ეხა ყველა ჩემი ძმის მაგაცი ეგეთია თქო არ ვამბობ. არის რამოდენიმე. იმიტომ რომ როდესაც ქონდა ყველა ძმაკაცობდა, როდესაც არ აქვს, მაშინ გამოჩნდა თუ ვინ ვისი ძმაკაცია. მუხარი სხვა ტიპი. ნახეთ, ჩემი ძმა მაგალითად სამსახურიდან რო გაუშვან, უკვე სახლში წასვლის დრო როცა არის, სადღაც ხამე მივა დასაწოლად. ჯერ ძმაკაცებთან იქეიფებს, კიდე სადმე წავა, კიდე სადმე და მერე მიდის სახლში. მუხრანი სხვა ტიპია, სამსახურიდან პირდაპირ მოქრის ჩვენთან. ასეც უნდა იყოს ხალხო. მეოჯახე მამაკაცები, ასეც უნდა იქცეოდნენ. მე ასეთები მომწონდა. მაგიტომ ვარ მუხრანისთან. კიდე ჯერ სამსახურში როა მაშინ რამდენჯერ დამირეკავს. მერე კიდე მე თუ აქ ვტოვებ მუხას ბავშვებთან და ქალაქში მივდივარ, მაშინ რამდენჯერ დამირეკავს. იქ გზაში, აი რამდენჯერ მქონია რომ გოგოებთან ერთად წავსულა და რამდენჯერ დაურეკია და გიждდებოდი გოგოები, აცი შენთან ერთად არ წამოვალთ ქალაქში, იმიტომ რომ 1-50 ჯერ მაინც ზაგირეკავს ქმარიოდა. მოკლედ მონატრება არნიშნავს ვიფასებო რომ ქმარი სადმე გაუშვათ და მაშინ მოგვენატროს, როცა ერთად ვარ და მაშინაც რო გენატრება ერთმანეთი, ესეთი რაღაცებიც არსებობს. მე მაგალითად საავადმყოფოში გოდე რო შემეძინა არ მოსულა მუხა ყვავილებით, ბუშტებით და ასე შემდეგ, მაგრამ მოუვიდნენ გოგოებს ყვავილებით და ბუშტებით, ქმრები მოღალატეები და ჩემი არა. არც მიყვარს აი ესეთი რომ ვაიმე აქ სიტყვებით გამკობენ, მიყვარხარ, ჩემი თუ ნახავი ხარ, გული ხარ, სული ხარ და მე იქეთ ვიღაცებთან მიმიხვდებით ახლა. აი ეს ტიპი არ არის მუხრანი. ესეთიც მაკაცებიც ვიცი და მუხამაც იცის ეგ ძალიან ახლობელია და არ მინდა ახლა დავასახელებ ვინ არის ძალიან ახლობელში ახლა ისეც არ გულისხმობ. მოგეთ რო ვიცნობ ეგეთ ადამიანზე, იცის თვითონაც სანამ აქ ახლა დავიწყებდი ამის საუბარს, მაგას ვკითხე რომ შეიძლება რომ მაგალითად მოიყვანო და კიო სახელდაგვარს არ ვიტყვი. მოკლედ დღეს ყველამ არ იცის ვიფასებო ძმაკაცობა და დაქალობა. ასე რომ მოკლედ არ ვიცი რა გითხრათ. ესეთი ძმაკაცები ვიცი, ვინც ცუდად მოიქცნენ, ძალიან ცუდად და მოკლედ არ არის მუხრანი ეგეთი რომ ვინმე ყავდეს ღვინოს და იმის ლუდის ძმაკაცი არ ყავს ეგეთი არავინ. თუ რამე პრობლემა აქვს თვითონ აგვარებს, ან ოჯახის წევრების იმედი გვაქვს ერთმანეთის, თორემ ვინმეს იმედი გვაქვს ძმაკაცის და რაღაცა ესეთი არ არის. მუხრანი თვითონ აგვარებს თავის საქმეებს. ყოველთვის და ღმერთმა გნას რომ ყოველთვის ჰქონდეს იმის ძალა, გამბედაობაც, ნებისყოფაც და მოკლედ ყველაფერის სახსრებით რომ ყოველთვის ყველაფერს თვითონ აგვარებდეს. ჩემს დროს მაგალითად კი ყავდა ძალიან კარგი ძმაკაცები, მაგრამ რო გაუჭირდა ძალიან მუხრანი აღმოჩნდა მის გვერდით. ასე რომ, რა ვიცი ხალხო რა გითხრათ, ყველას თქვენებური შეხედულება მაქვს. მე ჩემებური, ჩემ გვარს თავისებური. დადის რა თქმა უნდა დადის. რესტორნებშიც დადიან ბიჭები, მაგრამ მოდის რუულად სახლში, მაგრამ ბიჭები დადიან მხოლოდ. ასე რომ, ცუდად გაიგეთ ის რომ მე ვინმე სადმე არ ვუშვებ. მე არავინ არ მკითხავს თუ სადმეა წასასვლელი წავალო. კი არა ქორწილში ვიყავით, მე და მუხა. ხო და მე ადრე მომიწია წამოსვლა მუხრანი დარჩა. კი შევთავაზე გინდა ერთად წავიდეთ თქო, მაგრამ არა, თვითონ დარჩა. რა თქმა უნდა მეწყინა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ასე რომ ისეც ნუ ხედავთ ხოლმე რომ ვიღაცა ჩემს ჭკუაზე დადის. არავინ. მე დავდივარ მუხრანის ჭკუაზე რომ იცოდეთ.
ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასო მეტი არაფერი არ ხდება ჩვენთან წავედი ახლა მე თავარი risi პასუხის გაცემაც მინდოდა გავეცი ხო და ნათია მოკლედ შენ დაფიქრი შენ საკუთარ თავს თორემ მე ძალიან სიკეთით სავსე ადამიანი ვარ იმდენი სიკეთე აი იმ ჩემს სამ ცალს იმდენი სიკეთე იმ ჩემს სამ შვილს რამდენიმე ამას გულით და სამართლიანად ვსაუბრობ და სიმართლეს ვსაუბრობ შენ კიდე არ იცი მე იმდენი სიბოროტე გამიკეთეს ადამიანები ეს გადამიარეს ეს ჩემს ადგილზე არ ვიცი შეიძლება ვერც წამომდგარიყავი მაგრამ არც იმან არ გავაბოროტა ასე რომ ტყუილად გინდათ ჩემს თავში სიბოროტე დაინახოთ ვერ დაინახოთ იმიტომ რომ არ ვარ ეგეთი არც არასოდეს არ ვიქნები წავედი ბედნიერად მიყვარხართ მე თქვენ ჩემი ერთგული მაყურებლები ჩემი ერთგულები ვინც ხედავთ ჩემს მეს და ვინც შეძელით ამის დანახვა რა თქმა უნდა ჩემნაირები დაინახავთ რომ ჩემნაირი არ არის ვერც დაინახავს ვინც როგორიც არის ისიც დაინახავს წავედი ბედნიერად